35 წელს დამოუკიდებლობა, ხო? უამრავი მეტალი გავიდა ჟანრის სახით, ფერადი ტონი გავიდა, ხეთქე გავიდა, მარგანეცი გავიდა, სპილენძის კონცენტრატორი, იაკომიტი. და შრომის მთავარი სიმდიდრე. რომელიც დღესაც გადის. ადამიანები მთავარი რესურსი, ანუ ჩვენ ამ განვითარებულ სამყაროს ახსოვს, რომ ჩვენთან დაბალი ხელფასები იყოს, დაბალი პენსიები იყოს, რომ დაბალი განათლების დონე, რომ ახალგაზრდობა და დაბალი ჯანდაცვება. რომ ეს ახალგაზრდობა წავიდეს იქ იმუშაოს, არა მარტო ახალგაზრდობა, იყოს განათლება, უფრო გადაიხადოს სწავლაში, ჯანდაცვის პრობლემა როცა აქვს სერიოზული რაღაცა კაცებას აგულისხმობ, იქ ჩავიდეს და იქ უხადოს 10,000 და 100,000 მათ ჯანდაცვის სისტემას, ეს მათ აწყობს. მაგრამ ეს არ გვაწყობს ჩვენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს უნდა გავხადოთ, რაც შეიძლება სწრაფად მაღალი ხელფასების ქვეყანა. მაღალი ხელფასები კი ნიშნავს მაღალ პენსიებს. ხელფასები როგორ გავხადოთ ქვეყანამდე, აი თქვენი განვითარების განვითარების ამ კუთხეან გეგმაზე, როდესაც მუშაობთ, ალბათ გექნებათ ნაფიქრი ამაზეც, რომ როგორ შეიძლება გავხადოთ მაღალ ხელფასიანი საქართველოს პენსიებიც, რა თქმა უნდა, შესაბამისად და თქვენ ძალიან საინტერესო ახსენეთ, შეიძლება ახლა გიკითხებით, რომ არ შეგაწყვეტილ შემდეგ საზოგადოებასთან ერთად აპირებთ ამ გეგმის შექმნას, შემუშავებას. საზოგადოებაში ვიგულისხმობთ, თუ შეიძლება გითხრათ, კონკრეტ ეს კონსულტაცია და პირდაპირ ალბათ შეიძლება ეს ახლა მაყურებელმა გაიგოს, რადგან თქვენ ქვეყნის განვითარების გეგმაზე იწყებთ მუშაობას, ეს ხომ არ არის რაღაცა პოლიტიკური პარტია შემდეგ მომავალში, ან თუნდაც ხომ არ არის ჩანაფიქრი, რომ ეს არის პოლიტიკური, ჩვენ ზუსტად ვთქვათ, რომ შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს ასეთი შეფასება, რომ აი პოლიტიკურ პარტიას ქნია და ეკონომიკურ განვითარების გეგმას გვთავაზობენ. ყველა ასე იწყებს ხოლმე, მაგრამ განვითარების გეგმას არავინ არ გვთავაზობს. კი ბატონო, ჩვენ არაერთხელ გვიყვავს მეც, სოციალურსაც ჩვენი თქვენი რესპონდენტები ჩვენი თანამოაზრეები სამეთერში გამოდის, რომ თქვენი ინტერესი არ არის პოლიტიკაში ჩართვა. პირადად მე ვიყავი პოლიტიკაში, არ მომეწონა და არ მინდა იქ დაბრუნება, იმიტომ რომ საქართველოში რაც არის, არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის ის, რასაც აიხადოთ ჩვენ საუბრობთ. რომ ქვეყნის განვითარების მოდელებზე ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ, როგორ დავაჩქაროთ განვითარება და სწორად როგორ განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა, ნებისმიერ სისტემა, რომელიც ამ ეკონომიკაში არის ინტეგრირებული. ეკონომიკა ცალკე არ არსებობს, ეკონომიკა მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი არ არის მანდამაც ხარხარა და ბოლავდეს რაღაცა ყვავლი ამოდიოდეს, მინდა არც სიმინდის თესვა არ უხარია რაღაც, ხო? მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს გარანტირებული მატერიალური ბაზა, რომ ადამიანი იყოს განათლებული, ჩაცმულდახურული, სწორად ვიქონოს და მიიღოს რაც სჭირდება ელემენტები, რომ ჯანმრთელი იყოს, ასევე ეს ჯანმრთელობის თემა თავდაცვა ყავდეს, უსაფრთხოება ყავდეს. აი ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა. ხალხები, რომელიც ბოლავს ხო, მაგრამ არის უკვე ხალხები არის ესეთი, რომელიც აღარ ბოლავს, იმდენს აღარ ბოლავს. ამიტომ ეს ახალი ტექნოლოგიები რა თქმა უნდა დავუწყოთ. ჩვენი სამყარო მიზანია, ჩვენ ვაკეთებთ როგორ ქვევით ესე იგი არასწორი თავი დავიწყოთ. თავია დავსაუბროთ მიზანი. თავია მიზანი ჩემი აზრით უახლოეს 5 წელიწადში მიზანი უნდა იყოს ჩვენთვის ესე მედიანური ხელფასი დაახლოებით 3,000-3,500 ლარი. 3,500 ლარი, 4,000 ლარიც შევძლებთ და პენსია 800, 1,000, 1,200 ლარი. გააჩნია რაღაც საიდებს ტექნის მიხედვით მოძრავი ეკონომიკა. რატომ 800 ლარი? იმიტომ რომ გაეროს სტანდარტებით 800 ლარი არის საარსებო მინიმუმი. საქართველოს მსგავსი ქვეყნის. ეს გაეროს დამტკიცებულია, რომ ესე იგი დღეში 20 ლარი არის მინიმუმ ეს საარსებო. რაც გამოდის 100 ლარი, მაგრამ ახლა მარტო არსებობა ხო არა იქ რაღაც ყველა შეერთებული ადამიანი ტრანსპორტის ხარჯი რაღაცა ცოტა მე ესე მინიმუმ 800 უნდა იყოს პენსია, ოპტიმალური იქნება 200, 1000 ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს 1000 რო გადაიხადო, ხო, შემჩნდება მაღალი ხელფასი.
ამიტომაც მეწინააღმდეგე უცხო სამუშაო ძალის, იაფი სამუშაო ძალის შემოსვლის, იმიტომ რომ იაფი სამუშაო ძალა რო შემოყავს ბიზნესმენს, ხო? მაგითი ესე იგი ქართულ ადგილობრივ საქართველოს მოქალაქისთვის ხელფასის მართების პროცესი ჩემდება. იმიტომ რომ შეიძლება საქართველოს ქართველი დაიქირავოს და მეტი დაუხადოს, თუმცა ეს შეუძლია რაღაც სახელმწიფოდან შემოიყვანოს მუშაკები, რომლისთვისაც $200 და $300 ან $500 ხელფასის კარგი. აი ეს და ეხლა რაც შეეხება იმას, ეს ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ ეს საზოგადოებრივი ინიციატივა იყოს არასტრუქტურიზებული, არანაირი სტრუქტურები არ იქნება, გამგეობების მოგებები, როგორც ეხება ეს მოძრაობა უფრო არის ინტელექტუალური პლატფორმა და ინტელექტუალური მოძრაობა. ჩვენი საბოლოო მიზანი პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ექნება პოლიტიკურ პროცესთან, პოლიტიკა როგორ არ არის ქვეყნის მომავალია შეერობა, მაგრამ ჩვენ გვინდა რა საქართველოს რა აკეთებთ ჩვენ 25 წლის განმავლობაში ჩვენ კოლექტიური აზროვნების ინსტრუმენტი არ გვქონდა და ამის გამოცდილება აი ესეთი ხალხის ქსელი ყველა რაიონში მუნიციპალიტეტში აკეთებს შენობების გარკვეულია ასევე და თავის აქ მუშაობს შეუძლია. ახლა ჩვენ რა შეგვიძლია ამ ხალხს შევთავაზოთ. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მეთოდოლოგია, რომელიც დაყოლეს შევიმუშავოთ დავხვეწეთ საქართველოს რეალობას მოვარდეთ და ამ მეთოდოლოგიაში შედის რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტი, ერთი არის მონაცემების შეყვანის ფორმა, მონაცემების იდენტიფიკაცია, შემდეგ ინდიკატორები, სამიზნე ინდიკატორები, ვისაც არის და საბოლოო ჯამში ყალიბდება ალგორითმული პროგრამა, რომელიც ცვლადების ცვლილების დროს შეუგაზრდოს მოდელირების საშუალებას, რომ აი ეს ნაბიჯი რო გადადგა, რა შედეგი იქნება 7 წლის მერე, ან 3 წლის მერე, ან 10 წლის მერე, აი ეს რო არ გააკეთოს, პარალელურად გააკეთოს, ეს რა ეფექტებს მომიტანს, პირობითად რამდენი დავუშვათ, რამდენი აი მაგალითად კასკში გავხსენეთ რაღაცა მის ხოთ კომბინატი, ხო? აი ეს რა შედეგებს მომიტანს. Miliard ეკონომიკაზე. აი ესეთი ანალიტიკური ალგორითმული პროგრამის შექმნა გვინდა, ამ საშუალებები არის, გამოყენებული ტექნიკა გამიტანდა, ეს ამ ხელით იწერა